მე მაქვს ინფორმაცია დანამდვილებით მე არ ვიტყვი ახლა წყაროს ვინცაც მითხრა, მაგრამ ვინც იქ იყო, სააკაშვილი 7 ნოემბერს გარბოდა შავ. და კონიაკი დაალევიეს მას და ცოტა სული მოათქმევიეს. მე არ ვიტყვი ვინ აქნა ესა, არა მაქვს ამის უფლება, მაგრამ დანამდვილებით დარბევის მომდევნო დარბევის პერიოდში. როცა ჩვენ რიყეზე ვიყავით, მას ჰქონდა რეალური შიში, რომ ჩვენ დავიძრებოდით და ალბათ უნდა დავძრულიყავით, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. ნუ მაშინ დიდი ამბავი აკდებოდა ხო? ხო, და თვითმფრინავი მას დაქოქილი ყავდა და ის გარბოდა და ფაქტიურად მოაბრუნეს, ცოტა დაალევიეს კონიაკი, для храбрости ხუთ რუსებმა რო იციან და ცოტა მოსულიერდა, ანუ ის კრიზისი გადაატარა რა. თორემ სააკაშვილი ძალიან ხშირად არის პანიკურ მდგომარეობაში. დღესაც მე ვთვლი, რომ ის პანიკურ მდგომარეობაშია. არ ვიცი, შოკში არიან, შოკში რო იყვნენ ეს ფაქტია, შეიძლება გამოვიდნენ ამ შოკიდან, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მათში დაისადგურა, აქ უკვე მარტო სააკაშვილიზე არ არის. ნაცმოძრაობაში დაისადგურა შიშმა. რომ მათ შეიძლება მოუწიოთ პასუხისგება იმ უსამართლობებზე, რაც მათ ჩაიდინეს. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.